როგორი იქნება სასკოლო ფორმები საქართველოში დიზაინის ესკიზი ცნობილია. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით სასკოლო ფორმები პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა უნდა ატარონ. ფორმის შეკერვა დაახლოებით 100-დან 150 ლარამდე დაჯდება. ჯერჯერობით უცნობია, ხარჯებს სრულად სამინისტრო დაფარავს თუ ფორმების შეძენა მშობლებს მოუწევთ. ოპოზიციაში სავარაუდო კორუფციულ რისკებს ხედავენ. ბიუჯეტს სავარაუდოდ 9 მილიარდი სრულიად უსარგებლო ხარჯი შეტანეს და ამ შესყიდვაზე სულ მცირე 50 მილიონს მაინც მოიპარავენ. წერს კოალიცია წვლებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია. საქმე შანტაჟის ნაცვლად ბოჭორიშვილი ევროკავშირს მიმართავს. პარლამენტის ტრიბუნიდან საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პასუხისმგებლობა ამჯერადაც ევროპულ სტრუქტურებს დააკისრა. და ამტკიცებდა, რომ პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან 2024 წელს ბრიუსელის გადაწყვეტილებით შეჩერდა და არა ქართული ოცნების. სოფელ საცხენისში მეწყერმა გზა წაიღო. ადგილობრივები კადრებს ავრცელებენ და ყურადღებას ითხოვენ. ვიდეოს ავტორის მონათხრობიდან ირკვევა, რომ მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. საქმის პროკურორის თქმით, შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულმა ანი ნასყიდაშვილმა ზუსტად იცოდა, რომ დანაშაული მზადდებოდა და ისიც როგორ იმოქმედეს ბრალდებულებმა. პროკურორის თქმით, არასრულწლოვანი ბრალდებულ გაბაშვილს ეუბნება, რომ ავალიანი წინასწარ ეწოდება და წარმოუდგენია მას რას დამართებენ.